საცხოვრებელი ბინების სამხედრო მოსამსახურეებისთვის თავდაცვის სამინისტრომ გორის სამხედრო დასახლებაში ჯარისკაცებს სახლები დროებით სარგებლობაში გადასცა. მათ შორის არიან ისეთი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. გიორგი მანჯავიძე იმყოფება გორში, ის დაისწრო საცხოვრებელი ბინების გადაცემის ცერემონიას. გიორგი, რამდენ სამხედრო მოსამსახურეს გადასცეს სახლები ამ ეტაპზე? ამ ეტაპისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საკუთრებაში გადაეცათ 10 ბინა. ეს ადამიანები გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ამ დრომდე აგრძელებენ თავდაცვის სამინისტროში სამსახურს და ისინი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში მსახურობენ. ბინები მათ სწორედ სამსახურეობრივი საჭიროებისამებრ გადაეცათ. მე ყოველთვის მithქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ქვეყნის იმიჯი და ხელისუფლების იმიჯი განიზომება იმით, თუ როგორ უზრუნავთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ დაჭრილ გმირებზე, ვეტერანებზე და ასე შემდეგ. ასე რომ მიმაჩნია, რომ ის რაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი პირველი ვალდებულება და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. მე მინდა უთხრა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომ მათ ქონდეთ ჩვენი იმედი, ვინაიდან და ჩვენ გვაქვს მათი იმედი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბუნებრივ ვალდებულებას, რომელიც გვაქვს ჩვენი სამხედროების წინაშე. წელსაც იგეგმება ერთი კორპუსის, ასე ვთქვათ, მშენებლობა თბილისში. ასევე ვფიქრობ, დასავლეთ საქართველოშიც მნიშვნელოვანია, რომ საბინაო ფონდი შეიქმნას. ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ სამხედროებს მივცეთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ ოჯახები ყავდეთ გარანტირებული, ყავდეთ გვერდში და ისე ემსახურონ ჩვენ სამშობლოს. ჩვენთვის წარმომავლობა იყო ეს, იმიტომ რომ უმეტესობა ვართ დასავლეთიდან, ვახერხებდით სიარულის ტიკიტაკით. შორი გზა იყო და ახლა უკვე შეგვიძლია ყველას შეუძლია, რომ თავისი ოჯახის წევრები გამოიყვანოს და იცხოვროს თავის სამსახურთან ახლოს. გორის სამხედრო დასახლებაში ამ ეტაპზე 3 კორპუსის მშენებლობაა დასრულებული, 97 გარემონტებული ბინიდან 15 სპეციალურად არის ადაპტირებული მძიმედ დაჭრილი სამხედროებისთვის. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი კვლავ გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტის განხორციელება უკვე დასავლეთ საქართველოშია დაგეგმილი. დიდი მადლობა.